თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის არჩევის წესი? ხალხის უმრავლესობით. პარლამენტმა უნდა აირჩიოს, კაცო, ხალხმა რა უნდა აირჩიოს. ხალხმა აქ ჩვენ არ ვიცით ჩვენ ახებში რა ხდება. როგორ უნდა იყოს და უნდა პარლამენტმა აირჩიოს, უბა მინდა აირჩიოს. ხალხმა რა აირჩიოს? ვინც საერთოდ ასმანეს და არა, ეს უნდა იყოს. არა, აი უნდა აირჩიოს ნახსოვნა ხალხმა, ვისაც ცოტა თავში ამია. ჩვენი არჩეული პარლამენტი არის. ხო. და ჩვენი მოყვანილი მთავრობაა და იმ მთავრობას ვენდობით. იმათ უნდა აერჩიონ პრეზიდენტი. არათუ ეხლა დღევანდელ პირობებში რა დავადა ერთმანეთის დახოცვა მიდის სიტყვიერი და პოლიტიკური ეგ აღარ უნდა იყოს და მაშინ გადაწყდება ვინ უნდა იყოს და ვინ არ უნდა იყოს. პარლამენტმა უნდა აირჩიოს. რა თქმა უნდა ხალხი. ხალხის არჩევით უნდა იყოს. რაც მეტი ხალხი მიიღეს მონაწილეობას, უფრო უკეთესია ვიდრე თქვათ 200,000. ხალხმა მაგარი ხურო წავიდეს ისაჯულია თქვა. აღარ მინდა მაგან უკვე განრო წავიდეს. პარლამენტი ხალხის არჩეული ხო არის? უარჩია პარლამენტმა. იგივე არის პრეზიდენტი, პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ხალხმა უნდა აირჩიოს ჩემი აზრით. პარლამენტიც ხალხმა აირჩია, მაგრამ პირდაპირ ჩვენ ავირჩიოთ და ადრევე გვეცოდინება ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, იქნება 3-4 კანდიდატი. თუ ხალხისთვის ჩემი აზრით ხალხი მეტინებას გამოხატავს. პრეზიდენტის უყურებს ხალხი ირჩევდა ხოლმე. ეს ხალხმა უნდა ხალხმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი აღოს. ვინ ავირჩიო და ივანიშვილი და პრეზიდენტი და ვისაკები არიჩნო ფიზიკა. ეს ფიზიკა არ არის. ხალხმა უნდა აირჩიოს ეს. პრეზიდენტი დემოკრატიული ფედერაცია. მოსახლეობა ხალხი ხედავთ კარგსაც და ცუდსაც ვარჩევთ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი რომელიც დაიმსახურებს აურჩევთ. პარლამენტი მართალია ხალხის წარმომადგენლები არიან, მაგრამ მაინც ხალხის ხალხმა უნდა აირჩიოს. იმიტომ რომ ხალხის არჩეულია ეგა და ხალხმა უნდა აირჩიოს. მაშინ თუ ხალხის არჩეულია, ხალხის არჩეულია პარლამენტი, გენაცვალე და პარლამენტმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. გაჩნია თუ საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება ნამდვილი, პარლამენტმა უნდა აირჩიოს. თუ არა და ხალხმა უნდა აირჩიოს. ჩემთვის უმეთია. რა თქმა უნდა ხალხის გადაწყვეტილებით უნდა იყოს. აბა მას ვიცით პარლამენტში რამდენი კაცი უნდა იყოს რომ იმათ მთელი მილიონობით ადამიანი კიდეს წყვეტავს.